მცხეთის ახლად რეაბილიტირებული მუზეუმი დაეთვალიერა პრემიერ-მინისტრმა კულტურის მინისტრთან ერთად სტუმრებს ახალი კონცეფცია გააცნეს, რომლის გათვალისწინებითაც მუზეუმში გამოფენილია ანტიკური ხანის არქეოლოგიური მასალა. ციფრული ფორმით წარმოდგენილია ქრისტიანული პერიოდის ნიმუშები და მცხეთის არქეოლოგიურ შესწავლასთან დაკავშირებული საარქივო მასალა. მიმდინარეობს მუზეუმის სისტემების გამართვა, ფონდებზე მუშაობა და მუზეუმის პერსონალის შერჩევა. საგამოფენო სივრცეებს ეტაპობრივად დაემატება ეროვნული მუზეუმის ფონდებში მცხეთის შესახებ არსებული მასალები. უმნიშვნელოვანესია, რომ მცხეთაში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, იხსნება ეროვნული მუზეუმის ქუდის ქვეშ ახალი მუზეუმი. მცხეთას რასაკვირველია თავისი ისტორია აქვს და რასაკვირველია, რომ უნიკალურია ის, რომ იუნესკოს კუთხით, ქრისტიანობის კუთხით, ისტორიული კუთხით, ძველი დედაქალაქი ჩვენი ქვეყნის, შესაბამისად აქ არა მხოლოდ არქეოლოგიური, არამედ სხვა სამეცნიერო მიმართულებებითაც ეს მუზეუმი ძალიან დატვირთული იქნება. აქამდე ეს მუზეუმი მხოლოდ არქეოლოგიაზე იყო ძირითადად ორიენტირებული. ჩვენი კონცეფციით აქ იქნება ბუნებრივია არქეოლოგია წარმოდგენილი. Მთლიანად შეიძლება ითქვას, რომ ქართული არქეოლოგიის ისტორია ყველაზე მეტად დაკავშირებულია მცხეთასთან, მაგრამ ეს ფიქრობ საკმარისი არ არის. მცხეთა არის ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი წერტილი და შესაბამისად ჩვენ დავუმატებთ შუა საუკუნეების საგამოფენო სივრცეებს.